მინდა ვუთხრა საზოგადოებას რომ იმ ყველაფრის მიუხედავად რაც ბატოშაქარაშვილმა და გოგო ხაინდრავა განახორციელეს გუშინ ჩემი მისამართით ვარ საკმაოდ მხნედ რადგან ის ფაქტები რასაც ისინი აკეთებენ გუშინდელს მოყოლებული ვერ შეგვაშინებს ვერც ერთ ჩვენგანს ვერც ერთ ამ ქვეყნის მოქალაქეს ვისაც მართლა ამ ქვეყნის ბედი ადარდებს და ამ ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე ადარდებს ჩემი პროტესტის გრძნობა ზუსტად აი ამან გამოიწვია ამ უკანასკნელმა რადგანაც ბატოშაქარაშვილის საჩივრის საფუძველზე ნანკოჟაჟოლიანის ფონდი დააყადაღეს იმ მიზეზით რომ რაღაც გაუგებარი გამოგონილი მიზეზებიდან გამომდინარე დააყადაღეს ნანკოს ფონდი რაც არის სრულიად მიუღებელი ჩემთვის რადგან ასობით ადამიანი დგას ასობით უმძიმეს მდგომარეობაში ყოფილი ჯანმრთელობის მქონე ადამიანი დგას, რომელსაც სჭირდებათ ფინანსური დახმარება იმ ადამიანებს, რომელსაც სახელმწიფო ფაქტობრივად შეიძლება ეთქვას, რომ არაფერს არ ეხმარება, არც ფინანსური დახმარება და ის სრულიად არაფერი და ერთ-ერთი რის იმედზეც ისინი იყვნენ დარჩენილი, ეს იყო ნანუკას ფონდი და აქედან გამომდინარე მეც გამიჩნდა პროტესტის გრძნობა და ბატოშაქარაშვილთან მივედი უწყინარი შეკითხვით რომ ის იყო თუ არა ბატოშაქარაშვილი მე კი ვიყავი დარწმუნებული მაგრამ მაინც ვიდეოსთვის და როდესაც მას მივიღე დასტური მას უწოდე მონა ის ნამდვილად არის მონა არა მარტო ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველის არამედ რუსეთის მონა და ის პირდაპირ ატარებს რუსული სპეცსამსახურების დავალებებს საქართველოში ვინაიდან და რადგანაც მისი ამჟამინდელი საქმიანობა რასაც აკეთებს ქართული მოქალაქეების წინააღმდეგ არ ემსახურება ქართული მოქალაქეების კეთილნებას. გიორგი, კომენტარის გააკეთა მან Facebook-ზე დაწერა პოსტი. ცხვილპირში ხვდება იმას, ვინც მონას დამიძახებს, რომ არ მოხვედრია, იმიტომაც ბედავენ ამდენს. სხვაც გააკეთებს, სხვასაც მოხვდება. რას უპასუხებთ აი ამ კომენტარს? ამორალურია ჩემი აზრით ის, რასაც ის აკეთებს ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ თავისივე ძალადობას ამართლებს, მისი აღიარება იყო ერთგვარი, მისი ეს პოსტი, რომ მან მართლა განახორციელა ძალადობა, მაგრამ რომ არ ყოფილიყო ჩემი აზრით ის ვიდეო, რაც მე გადავიღე, შეიძლება ესაც არ აღიარებინა და აქეთ დავედანაშაულებინე, რომ ცილს ვწამებდი მას. შესაბამისად მისი თითოეული ქმედება, რასაც ახორციელებს, არის ამორალური და რა ვიცი, სიტყვები არც ყოფნის რა შეიძლება უწოდო მას. გიორგი, ცოტა რიტორიკული კითხვა გახდა ეს ბოლო დროს, მაგრამ მაინც ვიკითხავ სამართლებრივ რეაგირებასთან დაკავშირებით. რაიმე ტიპის რეაგირება იყო თუ არა შედგა ძალადობის აქტი, რომელსაც აღიარებს ადამიანი, რომელიც ძალადობდა, რამე თუ მოხდა პროცედურულად საერთოდ, თუნდაც ფორმალურად. ესე იგი, პირველ რიგში მინდა აღნიშნო, რომ იქ მყოფი სამართალდამცველები რომ არ ყოფილიყვენ, მართლა ერთი ეკიპაჟი იყო ორი სამართალდამცველი მათ რო არ გამოგეხმანე მე ბატოშაქარაშვილის ხელებიდან სავარაუდოდ რა შეიძლება უფრო მძიმე დაზიანებები მქონდა რაც ახლა სხეულის სხვადასხვა ნაწილში აღმოჩნდება საბედნიეროდ სახეზე ახლა არ მჭირს არაფერი იმის გარდა რომ აქვს თავის შეყევა შეიძლება დამკარიყო უფრო მძიმე შედეგები მათ რომ არ გამოვეყვანე. ხოლო რაც შეეხება იმ ნაწილს რომ ადგილზე დაეკავებინათ ბატოშაქარაშვილი თვითონ და გოგა ხაინდრავა რომელიც იყო ამ ყველაფერს თვითმხილველი და თვითონ ახორციელებს და სიტყვა შეურაცხყოფას უბრალოდ გოგა ხაინდრავა იმდენად ამორალური ადამიანია რომ ის არც ერთ სიტყვას ამ ქვეყანაში არავისთვის ფასი არ აქვს და არც ჩემს არ ქონია არანაირი ფასი და არ ვუსმენდი საერთოდ რას ამბობდა შესაბამისად მარტო ვიყავ ბატოშაქარაშვილზე გადართული და მოუწოდებდი პოლიციას რომ შემთხვევის ადგილზე დაეკავებინათ რადგან მოუძალადე იყო ამ შემთხვევაში ძალადობა მან განახორციელა ჩემი მისამართით მაგრამ იმის მაგრამ თუ დაეკავებინათ გამომიყვანეს მე დაახლოებით 1 საათის განმავლობაში საათნახევრის განმავლობაში ველოდებოდით კრიმინალური პოლიციის პასუხს და გადავეყვანეთ თუ არა განყოფილებაში და როდესაც პასუხი არ მოვიღეთ მე განახორციელა ჩვენ 2012-ში ხო, როგორც ვიცით, ფორმალურად დაიწყო გამოძიება, მაგრამ აი თუ გამოიკითხეთ რაღაც ოფიციალური ფორმით, ორი სიტყვით და შევაჯამეთ. კი ბატონო, გამოვიკითხე გუშინვე შედგა ჩემი დაკითხვის ფორმა და სისხლის სამართლის 126-ზე პრემიუმ დაიწყო გამოძიება, რაც
ძალადობას გულისხმობს, კი ბატონო, მაგრამ არანაირი მოლოდინი არ მაქვს იმის, რომ ბატო შაქარაშვილს ვინმე პასუხისგებაში მაინც მისცემს და რაიმე სამართლებრივ ბერკეს გამოიყენებს მის წინააღმდეგ.